მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დირექტორი უკვე 18 დღეა შიმშილობს. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობეს, თავისუფლებას სინდისის ყველა პატიმარს. ბათუმსა და თბილისში მზია ამაღლობლისადმი მხარდამჭერი აქციები დღეს კიდევ ერთხელ გაიმართა. ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობლის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა თბილისსა და ბათუმში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, უწყებებთან მედიის წარმომადგენლები და დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვეს. მზია ამაღლობლის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე აქციის მონაწილეები მოითხოვენ შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დღებუაძეს. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი საპყრობილეში უკვე 18 დღეა შიმშილობს. Მოუკიდებელი კრიტიკული მედიის დამფუძნებელს აპატიმრებენ. ეს უკვე არის საგანგაშო სიგნალი იმის, რომ ქვეყანა კარგავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. კარგავს ყველაფერს, რისთვისაც აქამდე ვიბრძოლია მთელი 30 წელიწადი, ხო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში შეიძლება მიღწეული იყოს ქართველი ხალხის მიზანი, ხო, რისთვისაც 2 თვეა ქუჩაში დგანან, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და საუდამოდ გაიწმინდოს რუსული ოკუპაციისგან. ზია იყო ყოველთვის თავისუფალი ჟურნალისტი, ის იყო კრიტიკული როგორც ასლამაბაშის დროს, ისე სააკაშვილის დროს და არის ამ ხელისუფლების დროსაც კრიტიკული და შესაბამისად მისი საქციელი არც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და არც წინასწარ პატიმრობას არ ითვალისწინებს. თან მით უმეტეს მე-18 დღეა შიმშილობს და ამ უწყებისგან კი ვითხოვთ, რომ დგებუაძის ამ საქმე დგებუაძე არის დამნაშავე, მან მიაყენა შეურაცხყოფა მზიას დაპატიმრების შემდეგ შეაფურთხა სახეში და ვითხოვთ, რომ მზიას დაზრელების სტატუსი მიენიჭოს და უფლებამოსილება შეუჩეროს პოლიციის უფროს. ამ საგამოძიებო სამსახურის ფუნქციაა ამისთვის არის შექმნილი, რომ გამოიძიოს მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულები. ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელზე განხორციელდა არაადამიანი ღირსების შემნახავი მოპყრობა, ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ ამ საგამოძიებო ორგანომ თავის ფუნქციას შეასრულოს, ცნოს ეს ადამიანი დაზარალებლად და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანები, პირველ რიგში ბათუმის პოლიციის უფროსი დგებუაძე, ვინც ეს არაადამიანი ღირსების შემნახავი მოპყრობა განახორციელა ამ ქალბატონის მიმართ. 27 იანვარს საქართველოში ტრიქინელიოზის შემთხვევა დაფიქსირდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით დაავადებულმა პაციენტმა ღორის ხორცი ოზურგეთში მიიღო. გურია TV კომენტარისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის მიმართა. როგორც მანანა ერქომაიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, პაციენტი 63 წლის მამაკაცია. მისი დაავადების წყარო დაუდგენელია, რადგან პაციენტი ვერ აკონკრეტებს კონკრეტულად სად შეიძინა ან მიირთვა ღორის ხორცი. ის ამჟამად თბილისში მკურნალობს. ტრიხინელოზი დაუდგინდა სოფელ ოზურგეთის მცხოვრებ 63 წლის მამაკაცს. ჯანდაცვიდან მივიღეთ შეტყობინება. მოქალაქე ვერ ადასტურებს ზუსტად სად შეიძინა ეს ხორცი, როგორც თვითონ აღნიშნავს, ქუჩაში აქვს შეძენილი მოქალაქიდან. ვარაუდობს, რომ კიდევ კუპატი აქვს, ადრე ისიც ქუჩაში ნაყიდი, ვერ ასახელებს კონკრეტულ პიროვნებას, ან რომელიმე სოფლიდან, ან სად შეიძინა, ასახელებს მხოლოდ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალბატონისგან შევიძინეო ოჯახურ პირობებში დაკლული სავარაუდოდ ღორის ხორცი და მოუწოდებ მოსახლეობას, რომ შეიძენენ ხორცს ისეთ ადგილას, სადაც არ არის კონტროლირებადი ტერიტორია, არ არის სასაკლაოზე დაკლული ღორის ხორცი, იმიტომ რომ სასაკლაოზე ყოველთვის მოწმდება და პასუხისმგებელი ვართ, რომ ჯანმრთელი ხორცი მიეწოდება ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს და ამდენად მნიშვნელოვანია სად შეიძენენ რა პირობებში ხორცს. ამიერიდან საკრებულოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნებიან და საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იმუშავებენ. ამ და სხვა საკითხზე დღეს ოზურგეთის საკრებულოს ხდომაზე იმსჯელეს. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისთვის ხარჯის თანხა 85 ლარით გაეზარდათ და 935 ლარი გაუხდათ. ასევე სიახლეა ის, რომ საკრებულოს
აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, როგორც მერის სხვა თანამდებობის პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნებიან და კონკრეტული საკრებულოს თავმჯდომარისა თუ მერის უფლებამოსილების ამოწურვამდე იმუშავებენ. ამ და სხვა საკითხებზე დღეს ოზურგეთის საკრებულოში იმსჯელეს. ასევე დეპუტატებმა მოისმინეს მერის სამსახურების 2024 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიშები. კულტურის სამსახურმა ანგარიშის წარდგენისას გასულ წელს გამართულ ღონისძიებებზეც გააკეთა აქცენტი. ითქვა ის, რომ კალანდის დღესასწაული შარშან 104,625 ლარი დაუჯდა ოზურგეთის ბიუჯეტს. წელს კი გაცილებით მეტი. რაც შეეხება სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამსახურს, აქ გასულ წელთან შედარებით მოქალაქეთა მომსახურების თანხები 2024 წელს გასამომაგდა. სხვადასხვა სამედიცინო პროგრამები კი დაემატა. დღეს ოზურგეთის საკრებულოზე ჯამში დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მიმდინარე წლიდან პირველადი საჯარო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე დაინიშნებიან არა ბრძანების საფუძველზე, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით. საკრებულომ აგრეთვე დაამტკიცა რიგითი დეპუტატების, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავიათ საკრებულოში, მათი ხარჯების ანაზაურების ზღვრული დონე და იგი განისაზღვრა 925 ლარით ნაცვლად წინა საანგარიშო პერიოდში მათთვის გამოყოფილი 830 ლარისა. ეს არის ის ხარჯები, რომელსაც საკრებულოს რიგითი წევრი ხარჯავს თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებისათვის და ეს იყო აუცილებლად გასადარებელი ღონისძიება. კალანდის ტრადიციული დღესასწაული ტარდება ყოველწლიურად ჩვენს მუნიციპალიტეტში, ზოგადად გურიის რეგიონში. ეს არის მოსახლეობისთვის ძალიან საყვარელი ტრადიცია, ასე ვთქვათ. ის თანხა, რომელიც განსაზღვრული იყო ამ ღონისძიებისათვის, ზუსტად იყო გაწერილი იმ აქტივობებში, რომელიც განხორციელდა კალანდის დღესასწაულზე. გასულ წლებთან შედარებით თანხა, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ისევე როგორც ბიუჯეტი გაიზარდა. ბიუჯეტიდან გამომდინარე კალანდის მოსაწყობად და კალანდის განსახორციელებლად ჩატარებული აქტივობები მაღალი ხარისხით ჩატარდა, ძალიან ბევრი სტუმარი იყო მოწვეული. გასულ წლებთან შედარებით ფაქტობრივად 270%-ით მატება მოხდა ბიუჯეტის. თუ კი 2017 წელში ეს იყო 930,000 ლარი, უკვე 2024 წელში შეადგინა 2,590,000 ლარამდე. ფაქტობრივად ის, რომ პროგრამული მუხლებში მოხდა თქვა ქვეპუნქტების დამატება, საჭიროებიდან გამომდინარე, მოწყვლადი ჯგუფებიდან გამომდინარე, მოქალაქეების მომართვენობიდან გამომდინარე, ბევრი ქვეპუნქტები დაემატა ჯანმრთელობის განყოფილებას. გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობის მხოლოდ ისე, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსება ამ ეტაპზე სრულად ვერ უზრუნველყოფდა. ფაქტობრივად ჩვენ თანადაფინანსებაში შევედით ბევრი მუხლებში და ქვეპროგრამებში და რამაც მოგვცა საშუალება მეტად უფრო დაკმაყოფილებულიყო ხალხის მოთხოვნილება. ასეთი შემიძლია თქვა, რომ არის ონკოლოგიური დაავადების მქონე პროგრამულ მუხლში, ასევე შემიძლია თქვა, რომ ეს არის გადაუდებელი არაპროგრამულ მუხლში, ასევე შემიძლია თქვა, რომ დიალეზის მყოფი ადამიანების პროგრამულ მუხლში თითქმის უკმარისობა მოქალაქეებს, რასაც ემსახურება. ასევე არის ძვირადღირებული კვლევები და სოციალური სერვისების კიდევ ისეთი მომსახურები, რომლებიც ეხსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის საკითხში, ასევე ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართული ბავშვების, რომლებიც ტრანსპორტით ემსახურება და იმათთან დაფინანსებაში შედივართ. ვაგრძელებთ გამოშვებას სტუმართან ერთად. დღევანდელი გადაცემის სტუმარი ოთარ რეიშვილია, სამოქალაქო აქტივისტი, ამავდროულად მოძრაობა თავისუფლებისთვის წარმომადგენელი. მოგესალმებით ბატონო ოთარ და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ დღევანდელი სასაუბრო თემა არ გაგიკვირდებათ ალბათ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია და ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს უკვე 73 დღეა. ყავს პოლიტპატიმრები, კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ქალბატონ სიეს და ყველა პოლიტპატიმარს, თქვენი შეფასება კიდევ ერთხელ რომ მოისმინოს მაყურებელმა, რა პროცესში ვართ დღეს ჩვენ. მადლობა მოწვევისთვის, მეც მინდა დავიწყო ჩემი სოლიდარობით პოლიტპატიმრების მიმართ.
ამ ქვეყანაში არის პოლიტპატიმრები ამ აქციების შედეგად, განსაკუთრებით გამოყოფდი ქალბატონ ზია ამაღლობელს, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ამაზე რეაგირებას არ ახდენს სისტემა. დღეს რეალურად სახელმწიფოში არ გაგვაჩნია ჩვენ სამართალდამცავი სისტემა, გვყავს არალეგიტიმური მთავრობა, არ გვაქვს სასამართლო და დღეს რეალურად მოსახლეობის მოქალაქის ხელშია ძალაუფლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს, იმიტომ რომ ეს ავტოკრატია გადაიზარდა დიქტატურაში და ეს პრობლემები მიაკითხავს ყველა ოჯახს. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ადამიანების, რომლებიც მხოლოდ აპროტესტებენ ქუჩაში. ეს პრობლემები მიაკითხავს ყველა ადამიანს, ყველა ადამიანი დაიჩაგრება დიქტატურის ფარგლებში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს, მანამ სანამ სისტემა არ ჩამოინგრევა. რეალურად სისტემა ძალიან სუსტად არის სუსტად გამოიყურება, შეიძლება რაღაც თამაშობდნენ როლში არიან შესრულებული თითქოს არც არაფერი არ ხდება ქვეყანაში, თუმცა შიდა დაძაბულობები, შიდა ინფორმაციებიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ ესენი არიან მორყეულები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროცესი გაგრძელდეს, ეს პროცესი გაშლილია მთელ საქართველოში, სხვადასხვა ქალაქებში იმართება სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს უწყვეტობა შეინარჩუნოს ამ აქციამ, ვინაიდან ეს ყველაზე მეტად არყევს ესე ვთქვათ რეჟიმს. და რა შედეგი გვაქვს ხელში დღეს მდგომარეობით თქვა? დღეს ეს ხელისუფლება თავისუფალმა სამყარომ არ აღიარა. არ აღიარა არჩევნები, არ აღიარა ხელისუფლება, გვყავს ტერორისტები, რომელთაც სანქციონდებიან, იმ სიაში გვყავს ministrები, მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები, ეს არის მაგნიტსკის სია, გვყავს მოსამართლეები, სანქცირებული და სხვადასხვა ადამიანები პოლიტიკური აი ამ ესტაბლიშმენტი. თქვენი აზრით სანამდე გაუძლებს ქართული ოცნება ამ საერთაშორისო ზეწოლას და ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით პროტესტს. პროგნოზები არ არის საშუალო საქმე, ამიტომ რაღაც ვადებზე საუბარი ძალიან რთულია. თუმცა ისტორიას თუ გადავხედოთ სხვადასხვა ქვეყნებში თუ როგორ ვითარდება სხვადასხვა პროტესტები და როგორ ვითარდებოდა, ხო, ანუ არაძალადობრივ პროტესტს ყოველთვის უფრო მეტი შანსი აქვს გაიმარჯვოს, ვიდრე ვთქვათ რაღაცა გაჩერებას ან რაღაც სხვა სახის პროტესტებს. ამიტომ ეს არაძალადობრივი პროტესტი უნდა გაგრძელდეს და უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ამ სისტემის რყევა, იმიტომ რეალურად არის რეჟიმი დღეს. რეჟიმია და ეს არ არის რაღაც ხელისუფლება, არ არის რაღაცა სხვადასხვა შტოები ხელისუფლების, ეს რეჟიმი რაღაც შეკრული რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ ეს ამ ქვეყნის სიკეთეები მიიტაცოს, აქ რაღაცა ფული აკეთოს და გააღატაკოს მოსახლეობა და თან ეს გააღატაკებული მოსახლეობა მართოს სამწუხაროდ მათი პროპაგანდისტული მანქანა სამწუხაროდ კარგად მუშაობს და რაღაც ნაწილი მოქალაქეების манипуლირება ხდება, თუმცა საბედნიეროდ უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები კარგად ხვდებიან თუ რა საფრთხეების წინაშე დგავართ და ეს საფრთხეები რეალურია, ეს ხო რაღაცა არ არის რაღაცა ისე წარმოსახვით საფრთხეები, რეალურად უკვე დოკუმენტებით დასტურდება, იგივე იმ სანქციებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იგივე ელთროუდერის დასკვნით, რომ არც არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი ეს ადამიანები არიან დამნაშავე, სანქციებს არ ადებენ უბრალო ადამიანებს, ხო? სანქციები დაადეს წამებისთვის, იმ არაადამიანური ქმედებებისთვის, რომელიც ჩაიდინა სისტემამ მომიტინგეების წინააღმდეგ, ხო? უამრავი ადამიანი ვნახეთ დასახიჩრებული, მათ შორის თქვენი კოლეგები, რომელიც უმოწყალოდ სცემა სისტემამ დაკავების შემდეგ არაადამიანური ქცევა მათ საწინააღმდეგოდ. ანუ ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა არის დამყარებული და რაღაცა აი ეს რამდენიმე ათასი ადამიანი ცდილობს რომ გადატეხოს მოქალაქეების სურვილი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის და რაღაცა ესე შემოიღობონ ეს ქვეყანა და წარმართონ რაღაც ირანისკენ და რუსეთისკენ. ეს არის ამათი დავალება. ეს არ არის ქართული. ადგილობრივ დონეზე მინდა ანუ საკრებულოს ხდომი და მოვდივარ ახლა და შემიძლია გითხრათ რომ ადგილობრივ დონეზე თითქოს ჩვეულებრივ რეჟიმში მიდის ცხოვრება, იმატებენ ხელფასებს, იზრდიან ხარჯებს დეპუტატები, ანუ რა შეგიძლიათ რომ სისტემა ესე მუშაობს. ანუ მათი ესე ვთქვათ სანდო ადამიანების ყოველთვის მოსყიდვით ცდილობენ რომ რაღაცნაირად მათი ლოიალობა შეინარჩუნონ, ხო? ერთი მხრივ იზრდიან ხელფასებს, მეორე მხრივ აძლევენ რა ქვია ტენდერებს, იქიდან იღებენ ატკატებს და ამით ცდილობენ რომ ამ წრის ლოიალობა იმ რამდენიმე ათასი ადამიანის შეინარჩუნონ ბოლომდე, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ აი ეს წრე თან ამავდროულად აგროვებენ მათზე კომპრომატებს, ეს ხო ესე არ ხდება. ანუ ერთმანეთზეც კომპრომატები აქვთ, ერთმანეთზე ყველაფერი იციან და ყიდულობენ ამათ ლოიალობას. რეალურად ეს ლოიალობაც არ არის მონური
მონურ მორჩილებაში გადავიდა უკვე, იმიტომ რომ მე არ მწამს იმ პოლიციელის, რომელსაც მუნდრის ღირსება აქვს, რომ აი ისე სასშილად ექცევა მოქალაქეებს, როგორც ექცეოდა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში თუ სხვა ქალაქებში, ხო? აი იგივე პოლიტპატიმრებთან მიმართებაში თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? შეიძლება ქალბატონი მზიას მდგომარეობა იმდანაც რთულად მივიდეს, რომ ფატალური შედეგიც მივიღოთ და შესაბამისად რა შედეგზე მოქალაქეები უნდა დადგენ კიდევ უფრო მაგრად ფეხზე. სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ მზია, ჩვენ უნდა დავიცვათ ის პოლიტპატიმრები, რომელიც ტყუილად ხედან დღეს ციხეებში, აბსოლუტურად ცრუ ბრალდებებით არიან დაკავებულები. საზოგადოება, ჩვენ არა სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდით და კი, ანუ მე ვიზახი რომ რაღაცნაირად ახალი საქართველო იბადება, ხო ეს რაღაცა პროტესტის ესე უწყვეტობა არასდროს არ ყოფილა საქართველოში, ის მასშტაბები, რომელიც შეიძინა ამ პროტესტმა არასდროს არ ყოფილა საქართველოში. ამიტომ არა თბილისში, არამედ ზოგადად, ანუ ისეთ დაბებში და ქალაქებში იყო პროტესტი, სადაც მე მაგალითად არ ვიცი 30 წლის განმავლობაში არ მახსოვს რომ რაღაცა მსგავსი ყოფილიყოს. ამიტომ ხო, ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს მოქალაქე უნდა დადგეს თავის ადგილას, ესე ვთქვა და დაიბრუნოს ის ძალაუფლება, რომელიც მიტაცებულია კალეჟში. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები რამდენად გეგმავთ თქვათ წნეხს იგივე ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართებაში, იგივე ხელისუფლებასთან მიმართებაში ადგილობრივ ხელისუფლება. იმიტომ რომ არ ჩანს რომ ისინი რაღაცა დისკომფორტს განიცდიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვეულებრივად ატარებენ სხდომებს, იღებენ გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ. ანუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ იმასთან მიმართებაში? თითოეული ჩვენი აქცია, როგორც იცით, მიმდინარეობდა გამგეობის და საკრებულოს შენობის წინ, მე აღარ უწევდებ მას არც მერიას, არც საკრებულოს, ეს ჩვეულებრივი რაიკომის შენობა და იქ მიდიოდა, იქ არის უამრავი ადამიანი, რომელიც არის ატარებენ ღონისძიებებს იგივე კალანდასთან მიმართებაში, რომელზეც გასულ წელს 104,000 ლარი დაიხარჯა, ძალიან ანუ მსხვილი თანხა, წელს უფრო მეტი და შესაბამისად ხო, მაგას ვამბობ ზუსტად, ეს რაღაც ჩაკეტილი წრე არის იმ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს ამაგრებენ, გონიათ რომ ყველაფერი კარგად. კი არ გონიათ, იციან რეალურად რაც ხდება, მაგრამ ეს მონურ მორჩილებაში არიან, შესაბამისად რა წრე შეკრეს, რა წრეშიც თვითონ მოძრაობენ. და ის იგივე ის რაც დღესასწაულები თუ რაც იქნება, ერთმანეთს უტარებენ, ესე ვთქვათ. იქ მოქალაქე თავის არ მიდის. მე ვერ დამისახელებს ვერავინ ერთ შეხვედრასაც კი ამ ხელისუფლებისო, სადაც მოქალაქე თავისი ნებით წავიდა და რაღაც გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. ყველა ეს ადამიანი, რომელიც იმ აქციებზე იყო თუ იმ რაღაცა დღესასწაულებზე მონაწილეობდა თითქოს და მიყვანილია რაღაც სხვა აიპებიდან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მიყავთ ძალით ხალხი, რომ რაღაც აჩვენონ, რომ ყველაფერი შეუულებრივად არის, ანუ პროპაგანდისტულად მუშაობენ. უნდათ რომ რაღაც საზოგადოებას დააჯერონ, რომ ამათ არაფერი, იმიტომ იქცევიან ზუსტად ეგრე, რომ აი არც არაფერი არ ხდება, კაცო, ჩვენ ეს არ გვანაღლებს. მაგრამ რეალურად ანაღლებთ. ყველას ანაღლებს ეგ, იმიტომ რომ ეგენი არიან არალეგიტიმურები, ხო? აი ნახავდით, რომ გუში რა დღეში იყვნენ ევროსაბჭოში, ხო? ანუ ეს რეალურად ანაღლებთ, უბრალოდ თამაშობენ როლს, თავისი ამ პროპაგანდისტული მანქანით, შემდეგ მოქალაქეების რაღაც მანიპულირება მოახდინოთ, თითქოს ცხოვრება ისე გრძელდება, როგორც იყო, რა ვიცი, წლების წინ. ეს რეალურად ესე არ არის. იმიტომ რომ რეალურად ვახლოვდებით იმ თარიღს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება. თქვენ როგორ ხედავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნა მთელი საზოგადოების, რომელიც ესე ვთქვათ, გამოსული ვართ ქუჩაში ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის, ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ვიხთხოთ ახალ არჩევნებს და ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს არის ორი ძირითადი მოთხოვნა. ანუ საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე არარელევანტურია. სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, სანამ არ იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება, სანამ არ იქნება ლეგიტიმური პარლამენტი, სანამ არ იქნება ასევე არჩევნებიც უნდა ჩატარდეს არა იმ პირობებში, როგორც CSKO-ს რომ მათია ყველაფერი და სასამართლო მათია და სუსი ატარებს რეალურად არჩევნებს და არა CSKO. ეხა იარაღის ტარების ხო, ეგეც სიმპტომია. რატომ ისეს იარაღის ტარების უფლება? ერთი მხრივ თითქოს და აი აჩვენეს საზოგადოება, ძალაუფლება გადავეს. ხო და შეშინებულები არიან რეალურად. არიან ძალიან შიშრები. მათი ყველა თავდასხმა არის ზურგიდან მოპარვით, ჩასაფრებით, რაღაც აი ყველაზე არაადამიანურ და არაკაცულად იქცევიან პოლიციელები. გრძელვადიანი პროცესია, გრძელვადიან პროცესში ვართ შესული, მაგრამ მაინც პროგნოზის გაკეთება. გამიჭირდება პროგნოზების გაკეთება, რომ აი ეს დღეს მოხდება თუ ერთი თვის შემდეგ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. იმიტომ რომ ვერ გაგრძელდება ეს ქვეყანა. იმიტომ რომ ერთი მხრივ საერთაშორისო წნეხი და მეორე მხრივ შიდა ძალიან მაღალი ხარისხის პოლიტიკური კრიზისი უბრალოდ ეს ქვეყანა ვერ იარსებებს. ეს ქვეყანა ჩამოინგრევა, ეკონომიკა გაჩერდება, შესაბამისად ის ადამიანები გაღარიბდებიან, უფრო უარეს დღეში აღმოჩნდებიან. ხო, ანუ ეს რეალურად ჩვენ გვექნება რაღაცა წარმონაქმნი, ეს ქვეყანა აღარ იქნება. ანუ პროცესის შეუქცევადია და ის დასრულდება. რა თქმა უნდა, დასრულდება. თუ დაშვებას გავაკეთებთ, რომ
ეს არ დასრულდება ქართული ხალხის გამარჯვებით, ეს დასრულდება მაშინ რუსეთის გამარჯვებით და ჩვენ ვიქნებით რაღაც ნაწილი რუსეთ-ირანის რაღაცა პოლიტიკის, რომელიც არის აბსოლუტურად განსხვავებული. ეს მოდოდინები არ უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, არა, იმიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმიტომ კი არა რომ რაღაცა ვინმეზე მეტი ვიცი ან ნაკლები ვიცი. მე ხედავ როგორ ამაყად გას. ჩინეთით ანაცვლეს ირანით ამაზეც. ხო, არის საუბარი ბევრ ამაზე, ეგეც პროპაგანდისტული ამბავი არის რომ რაღაცა იქ იმათ ამას ვანაცვლეთ, თუმცა მე მახსოვს წლების წინ რომ მათი რაღაცა წინასაჭა, აი ჩინელები შემოგვისიეს, იქ რაღაცა თითქოს და რელიგიას იცავენ და რაღაცა ერთ-ერთი სექტის წარმომადგენელი მიიღეს და ხატები გადასცეს. ანუ ყველაფერში იტყუებიან ეს ადამიანები ელემენტარ მატყუარები, თან ბოროტი მატყუარები, რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცა ეს ამ манипуляციის გზით თავ ხალხს ტული გამოურეცხონ. აი, ნოტით რომ დავასრულოთ, მაინც რას ეტყვით საზოგადოებას? მე ვიტყვი იმას, რომ ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აუცილებლად ეს ბრძოლა დასრულდება ქართული ხალხის გამარჯვებით. სხვანაირად ვერ გამოვუბრალოთ, არ არსებობს აი ლოგიკური ვერ აიხსნება ლოგიკურად, როგორ შეიძლება ამ ქვეყანამ გააგრძელოს არსებობა იმ პირობებში, როდესაც არის შიდა საზღვარი კრიზისი და ასევე გარედან ძალიან დიდი წნეხი. წნეხი არის საუბარი ადამიანებზე, ქვეყნებზე, იმ ქვეყნებზე, რომელიც ამ ქვეყანას ეხმარებოდა ყველაფერში. ეს ქვეყანა თუ რაიმეს გავს დღეს და რაღაცა რეფორმები არის გატარებული, ამას აკეთებდა თავისუფალი სამყარო, ამას აკეთებდა შეერთებული შტატების დახმარებით კეთდებოდა და კეთდებოდა ევროკავშირის დახმარებით, ხო? და ეხა ეს ადამიანები ყველა ამათი მხრიდან არიან სანქცირებული, მათ შორის ნაციონალურ სანქციებს უწესებს სხვა ევროკავშირის ქვეყნები, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ ვიზო შეზღუდვები და ასე შემდეგ. გამორიცხულია უბრალოდ ამ პირობებში ამ ადამიანებმა შეძლონ ოპერირება. დაახლოებით აი როგორი ამბავი არის, ამათ უნდათ რომ აქ იყოს ჩეჩენეთი, როგორც დღეს არის კადიროველების და კადიროვის პრინციპით უნდათ ეს ქვეყანა მართონ, მაგრამ ეს არის საქართველო. აქ ეს არ გამოვა, ამ ქვეყანაში არის თავისუფალი თაობა, ამ ქვეყანაში არის თავისუფალი ადამიანები, ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ამ ცდილობენ ეს ქვეყანა გაიყვანონ სამშვიდობოს. ანუ გაიყვანონ ევროკავშირში შეიყვანონ და შეიყვანონ ნატოში. ამას ცდილობს უამრავი ადამიანი და ყველას უნდა კეთილდღეობა რა ჰქონდეს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხო, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დასრულდება ქართული ხალხის გამარჯვებით. მაგის იმედი მაქვს, ძალიან დიდი მადლობა, მადლობა სტუმარს და კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ოთარ რევიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი. მადლობა თქვენ. მადლობა. ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. მანუს მაკეფერი სულ 23 წლისაა, მაგრამ უკვე ავღანეთში და უკრაინაში იმსახურა. მან ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, როდესაც ზაპორიჟიის რეგიონში იბრძოდა. მეორე თვალი კი ნაწილობრივ დაზიანებული აქვს. სინამდვილეში ეს ძალიან დიდი უბედურება არ არის. ეს ჯარისკაცად ყოფნის საფასურია. საშუალო სკოლის შემდეგ მაკეფერი ჯარში ჩაეწერა და ავღანეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში იმსახურა, სანამ 2021 წლის ზაფხულის ბოლოს ამერიკულმა ჯარმა ქვეყანა დატოვა. მქონდა შეგრძნება, რომ საკმარისი არ გავაკეთე. ჯერ კიდევ მქონდა სურვილი ხალხს დავხმარებოდი. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი კვირის ბოლოს მაკეფერი უკრაინაში იყო და საერთაშორისო ლეგიონს შეუერთდა. უკრაინაში პირდაპირ ეხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც ამერიკელების მსგავსად რევოლუციურ ომში იყვნენ. გრძნობდი, რომ ამ ქვეყნის პრინციპებს ვემსახურებოდი. 2022 წლის 1 აპრილს მაკეფერი ერთ-ერთი პირველი მებრძოლი იყო, რომელიც ბუჩაში შევიდა. კიევთან ახლო ქალაქში, სადაც გაეროს თანახმად რუსმა ჯარისკაცებმა 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს. და რა თქმა უნდა, ადგილობრივები ამბობდნენ, „ჰეი, სად არიან ჩვენი ქალიშვილები, სად არიან ჩვენი ბავშვები?“ ეს ბოლოს მაშინ ვიტირე. ნანახმა მაკეფერს ბრძოლის გაგრძელების мотиваცია მისცა, მაგრამ 2022 წლის აპრილში ორი ხივში საარტილერიო ყუმბარა მოხვდა ბეტონის კედელს პირდაპირ 20 წლის მებრძოლის სახის წინ. თითქოს სახეში ქვების გროვა მომხვდა და ამასთანავე აფეთქება ისეთი იყო, თითქოს თავში მუშტი მომხვდა. საავადმყოფოში მწოლიარესაც ფრონტის ხაზზე წასვლა სურდა. მთელი დროის განმავლობაში გონება არ დამიკარგავს. ახლა ვმკურნალობ, რომ უკან დავბრუნდე. უკან დაბრუნება გსურთ? დიახ, სურს.
შეერთებულ შტატებში გაკეთებული რამდენიმე ოპერაციის შემდეგ მაკეფერი მიხვდა, რომ ერთ თვალში მხედველობა არ უბრუნდებოდა, მეორეში კი ნაწილობრივი მხედველობა ჰქონდა. ამიტომ მან და მისმა მეგობრებმა შექმნეს საქველმოქმედო ორგანიზაცია სახელად The Victory Team, გამარჯვების გუნდი. ისინი სამხედრო ნადავლს, ფრონტზე ბრძოლის ველზე შეგროვებულ ნივთებს ან გამოუსადეგარ ტყვია გაუმტარ ჟილეტებს კოლექციონერებზე და მუზეუმებზე ყიდიან. შევოსულ თანხას კი მთლიანად უკრაინაში გზავნიან. ახლა არის შანსი რუსეთის პრობლემა სამუდამოდ გადაიჭრას. უკეთესია რამე აკეთო ვიდრე არაფერი აკეთო. ამიტომ ომის ზალის ხმევის მხარდაჭერა აბსოლუტურად აუცილებელია. მაკეფერმა და მისმა მეგობრებმა უკვე დაახლოებით $300,000 შეაგროვეს, რითიც უკრაინული ჯარის მომარაგებას ეხმარებიან, რომელიც რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებს. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.